პროექტ ნათელი ფერები ბავშვებისათვის კომპანია ბილაინი საქველმოქმედო აქციას აწყობს. ხვალ აქციის განმავლობაში გაიყიდება 50 ოქროს ნომერი. საწყისი ფასი 700 ლარი იქნება. გაყიდვა აუქციონის პრინციპით მოხდება. შემოსული თანხა ორ ნაწილად გაიყოფა. ნაწილი გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდ სოგოში, მეორე ნაწილი კი გლდანში არსებულ ბავშვთა სახლს მოხმარდება. დღეს ბილაინის გენერალურმა დირექტორმა ბავშვთა სახლი პირადად დაათვალიერა. უკვე ცნობილია, რომ აუქციონს პირველი ლედიც დაესწრება. აუქციონიდან შემოსულ თანხას მთლიანად ქველმოქმედებას მოვახმართ და დღესაც ამ პატარებისთვის საჩუქრები შევიძინეთ. მოვედით ბავშვთა სახლში და ადგილზე ვნახეთ ის, რაც მათ სჭირდებოდათ. ბილაინი პატარებს ყოველთვის ეხმარება. ჩვენ გეგმავთ, რომ ძალიან სერიოზულად მივხედოთ ამ დაწესებულებას, გადმოდის სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაქვემდებარებაში. პირველი აქცია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შემოგთავაზა ჩვენ ბილაინმა, რისთვისაც ვარ ძალიან მადლიერი. თქვენ ნახავთ თავად, რამდენი რამე ამ დაწესებულებაში გასაკეთებელი და ამ მიმართულებით საზოგადოებას ვთხოვთ, რომ აქტიურად დაგვიდნენ მხარში. ჩვენ გვაქვს პროექტები მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, დედებისთვის, ვინც გინეკოლოგიური ან მშობიარობის პრობლემები აქვს, ან ვერ იხდის. ასევე 5 წლამდე ბავშვებს ვეხმარებით, ვინც სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ და სამედიცინო მობილური ჯგუფიც დადის მთელ საქართველოში, სხვადასხვა რეგიონში და ზოგად მოსახლეობას ეცევა უფასო კონსულტაციას, უფასო წამალს, სადიაგნოსტიკო მომსახურებას. ეს არის ძირითადად, რაც ჩვენი ფონდი აკეთებს და მიხარია, რომ საქართველოში უკვე ქველმოქმედება დაიმკვიდრა ბიზნეს სექტორში.